სოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უსასტიკესი დამპყრობელი თემურ ლენგი 7 გზის შემოესია საქართველოს. ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული თვალსაზრისით ჩვენს ქვეყანაში მისი ლაშქრობებისთვის დამახასიათებელი სისასტიკე გამოწვეული იყო რელიგიური ფაქტორით. 1400 წელს საქართველოს საზღვრებთან მე-6-ად მომდგარი თემურ ლენგი მოციქულს უგზავნის ქართველთა მეფეს და მას მორჩილებასა და ალინჯის ციხიდან გათავისუფლებული თაჰერ ჯალაირის გადაცემას მოსთხოვს. პასუხად ქართველთა მეფე ღირსებით სავსე წერილს უგზავნის დამპყრობელს. რადგან სარკინოზი და ურჯულო ხარ, არ გეცოდინება წინასწარმეტყველთა მიერ თქმული. უფალი ამ პარტამანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. ჩემი მეფობით არც უმცირესი და არც უპატიო ვარ შენზე, რადგან დავით წინასწარმეტყველის ძირთაგან ვარ წარმოშობილი. ბაგრატიონები ღვთისგან ვართ მირონცხებულნი და მისი განგებით ვმეფობთ. ჩვენ იმ დავით მეფისა და წინასწარმეტყველის ტომისანი ვართ, რომელზედაც ბრძანა უფალმა. ერთგზის ვეფუცე წმიდა საჩემსა დავითს და მე არა ვეცრუო მას ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა. ეს ის დავითია, რომელმაც შურდულით მოკლა გოლიათი და მისი ქედმაღლობა დაამცრო. მე ღვთის განგებითა და მრავალმოწყალებით ვარ დადგენილი საქართველოს მეფედ. მისივე მადლით არ ვისაქვს ჩვენზე ხელმწიფების უფლება, რადგან ზეციურ მეუფეს იესო ქრისტეს ვემორჩილებით. მეფობა შენი სწრაფლწარმავალი და უმემკვიდროა. იმ ქვეყნად მარადიული დაუშრეტელი ცეცხლი მოგელის, რომელიც ბოროტის მსახურთათვისაა განკუთვნილი, შენთვის და შენი მსახურებისთვის. ეშმაკის მზაკრული ხელოვნებით დაგიპყრია მთელი აღმოსავლეთი. მისი ძალით გყავს მეომართა სიმრავლე. 5 გზის მოსულ ხარ და აგიოხრებია ჩემი სამეფო. ღვთისმშობლის წილხვდომი ქვეყანა. ესეც იცოდე, რომ ყოველივე შენი ძალმოსილებით კი არ ხდება, არამედ ჩვენი ცოდვების სიმრავლის გამო. ქართველებს ასე გვწვრთნის უფალი. თუ დიაცი არ ხარ და სეფექალი, მოდი აქ შენი სპით. თუ არა და ღვთის ძალითა და ჩემი გამორჩეული მეომრებით თავად მოვალ შენთან. მართალია შენგან ბევრი ბოროტება გვიგემია, მაგრამ უვნებლად არც შენ წასულ ხარ ჩვენგან. რაც შეეხება თაჰერ ჯალაირის გადაცემას, მეფე გიორგი მამაზედაც უარი განუცხადა თემურ ლენგს და ეს უარი ასე დაასაბუთა: ქართველებს წესად არ გვაქვს შემოკედლებული კაცის ვინმესთვის გადაცემაო.